საღეჭი რეზინი არის პრობლემა ყველა ავტობუსში, აბსოლუტურად ყველა ავტობუსში და დაბინძურება, რაც პირველ რიგში მოქალაქეებისგან გადის სუფთა ავტობუსი და მერე შემოდის ძალიან დაბინძურებული. 1 საათი უნდა ორმა ადამიანმა რომ თავიდან ბოლომდე დაასუფთავოს ეს ყველაფერი. 20 ავტობუსი დღეში დილიდან საღამომდე, ანუ ჩვენ გვიწევს ეგეთი შრომადატვირთული გრაფიკი გვაქვს. 1 საათი გვაქვს შესვენება. ამ 1 საათის განმავლობაში მე ან საჭმე შევჭამ, ცოტას წავიხემსებ და ისევ მოვდივართ. გარდანაც ტარდება ავტობუსები, მე შიგიდან უკვე ჩვენ უვლით. აი ეს ყველაფერი, ეს რაც არის გასუფთავებული არის, ეს ტურები ყველაფერი. ანუ ერთი თხოვნა მაქვს მოქალაქეებზე, თბილისელებზე, განსაკუთრებულად, რომ გაუფრთხილდნენ. ძალიან კომფორტული ავტობუსი არის და ძალიან დიდი თხოვნით მივმართო, რომ გაუფრთხილდნენ. არ დააზიანონ. არის ამეებზე ფეხების ნადები, არის დაკაწურულები პასტით. აი ამეებზე ჩემო კარგო კიდე ისეთი იმას, ანუ პლასტერინებს თუ უსმევენ, რომელიც არ შორდება, ანუ ჩვენი ქიმიები გვაქვს, ჩვენი ხსნარები, არ შორდება. გაუფრთხილდნენ ამიატაკებს, კევებს ნუ დააკრობენ, ნუ დახაზავენ, მშობლებსაც კიდევ მივმართავ, ბავშვი თუ ამოიღებს პასტას, კალამს, რამეს და რომ იცის რომ ხაზავს, უთხრას, შვილო, არ გააკეთო. ახალი ავტობუსია, მოუფრთხილი, ისიც ჩვენთვის არის.